დიდი მადლობა პირველ რიგში ტელევიზიასაც და მინისტრსაც ამ ტიპის გადაცემისთვის, იმიტომ რომ მართლაც პირველია და ზოგადად ჩემი გამოცდილებიდან, როცა მსგავსი ტიპის არასაჯარო შეხვედრები ხდებოდა ხოლმე, ის გამოიყენებოდა ერთის მხრივ დემოკრატიული ფასადის შესაქმნელად, ან მეორეს მხრივ იმ არგუმენტების თუ კონტრარგუმენტების საზოგადოებაში გასაფანტად, რომელიც განსხვავებული მოსაზრება იქნებოდა. შესაბამისად, ეს ფორმატი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენას იქონიებს და ამის მზაობა არის სამინისტროს მხრიდან, არის ძალიან კარგი და დიდი მადლობა ამისთვის. კონკრეტულ თემატიკაზე, რადგან არ გვინდა და სწორია, იმიტომ ძალიან ბევრი თემა ჩამოითვალა, მაინც ჩემი კომენტარი იქნება ზოგადი ამ თვალსაზრისით თემები, რომელიც ბატონმა მინისტრმა ჩამოთვალა, თითოეული მათგანი, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი და საინტერესო. კიდევ სხვა თემების დამატებაც იგივე ფარგლებში შეიძლებოდა, თუმცა მინდა აღვნიშნო ხშირ შემთხვევაში იმ საერთო ფართო ხედვის ნაკლებობა და ძალიან სპეციფიკურ რაღაცებზე კონცენტრირება, რომელიც რეფორმის განხორციელების შესაძლებლობას არ ქმნის. ამ ჩამოთვლილი თემების იზოლირებულად განხილვა ვფიქრობ, რომ არ მიგვიყვანს იმ სწორ შედეგებამდე, რომელზეც შეიძლება სწორად ვიმსჯელოთ. და ვფიქრობ და გავაგრძელებ გარკვეულწილად ბატონი ვახოს აზრს, რაღაც საკითხებზეა შეთანხმება მნიშვნელოვანი და იმის ქვეშ ამ თემატიკის განხილვა. მაგალითად, ავტონომიურობის საკითხი იყო დაყენებული, თუმცა ავტონომიურობაზე მსჯელობა წარმოუდგენელია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე და ფინანსების საკითხებზე, მართლობითი სისტემის საკითხებზე და ასე შემდგომ მსჯელობის გარეშე. ინფრასტრუქტურაზე მსჯელობა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მსჯელობა წარმოუდგენელია, თუ არ ვიცით მართლობის რა მოდელი გვაქვს. თუ არ ვიცით ეროვნულ სასწავლო გეგმას და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს როგორ ვცვლით. ჩვენ მართლაც რაც დაგვჭა საბჭოთა კავშირიდან, ამ სისტემას მივდევთ. ეს იქნება ინფრასტრუქტურის ნაწილში, სკოლების ორგანიზაციული მოწყობის ნაწილში, კლასების ნაწილში, განლაგების ნაწილში, მასწავლებლების ნაწილში, სასწავლო გეგმის ნაწილში, საათობრივი ბადის ნაწილში, მასწავლებლების ხელფასების ნაწილში, ყველა ნაწილში. რეალურად ჩვენ გვჭირდება რეფორმა მთლიანობაში, რომელიც განსაზღვრავს, როგორი ორგანიზაციული სტრუქტურა აქვს სისტემას, რომელიც შეიძლება იყოს აბსოლუტურად განსხვავებული და ვფიქრობ, უნდა იყოს განსხვავებული. იგივე სკოლამდელი განათლება და სასკოლო განათლება დღევანდელ ვითარებაში აბსოლუტურად ინფრასტრუქტურა, რომელიც გვაქვს დღეს, შესაძლებელია იყოს განსხვავებული, იმიტომ რომ მოწყობა სისტემის იყოს განსხვავებული და არ ქონდეს პირველიდან მე-12 კლასამდე, არამედ ქონდეს სკოლამდელი და დაწყებითი საფეხური, საბაზო საფეხური და საშუალო საფეხური. ანუ განსხვავებულად უნდა შევხედოთ, როგორ ვცვლით სისტემას. ამის შემდგომ საინტერესოა რა მართლობითი რგოლები შეიძლება იყოს ამის ეფექტურად განსახორციელებად. აქ შემოვა ბევრი საკითხი, ხან იგივე კერძო სკოლებთან დაკავშირებით წარმოუდგენელია ვისაუბროთ კერძო სკოლებზე, თუ კი არ ვისაუბრებთ დაფინანსების ნაწილზე, თუ კი არ ვისაუბრებთ კერძო სკოლების განვითარების ნაწილზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ მთლიანობაშია განსახილველი. შემდგომ შეიძლება გადავიდეთ შინაარსზე, რა ეროვნული განათლების მიზნები უნდა იყოს, რა შინაარსი უნდა იყოს, განხორციელების ნაწილზე სასწავლო პროცესის ხელმძღვანელების, მასწავლებლების და თუნდაც შემდგომ ინფრასტრუქტურა. ანუ ყველა ეს ნაწილი არის ერთიანი, მთლიანი, რომელიც მთლიანობაში უნდა განვიხილოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ვფიქრობ თემატურად შევთანხმდეთ და ვიმსჯელოთ, როგორი ორგანიზაციული მოწყობა სჭირდება სისტემაზე, როგორ ვაწყობთ ამ იმას. იმიტომ რომ მაგალითად მოვყავს ხოლმე ყოველთვის ძველი სისტემიდან ჩვენ გვაქვს სკოლები, 3 სკოლა. 1 კილომეტრის დაშორებით, სადაც თითოეულში სწავლობს 40 მოსწავლე და იღებს 40-ვე ცუდ განათლებას და ამ 3 სკოლაში სახელმწიფო ხარჯავს $1,000,000 ლარზე მეტს. იგივე სისტემით ვაგრძელებთ ცხოვრებას, იგივე 3 სკოლას 3 ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს უშენებთ, იგივე მასწავლებლების, ანუ ამ საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ. ამის შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ, რა ტიპის მართლობა იქნება, რა ტიპის არჩევანი იქნება და შესაძლებელი და შემდგომ ამ სხვა კითხს. ანუ ნაცვლად თემატური ესე, რომელიც თითოეული თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული, ერთმანეთზე გადაბმული, ყველა ის საკითხი, რაც სასკოლო განათლებაში ბატონმა მინისტრმა თქვა, ურთიერთდაკავშირებული საკითხია და ეს პრობლემა ჩვენ სისტემაში, მაგალითად, ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის ადამიანებს რო ველაპარაკებთ, ისინი გვეუბნებიან, იცით, დაფინანსების ნაწილის მე წარმოდგენა არ მაქვს. ამიტომ რაღაც საკითხებს ამაზე ვერ გიპასუხებ.
და ფინანსურ დეპარტამენტს რო საესაუბრები ის გეუბნება, მე ცოტა ბუღალტრულად უყურებს ამ საკითხს და ეროვნულ სასწავლო გეგმაში რა მიზნები მაქვს და რა მინდა არ ვიცი. უბრალოდ ფორმულას უყურებ და სკოლებს აქვს თუ არა ნაშთი. თუ მთლიანობაში ეს საკითხები არ განვიხილეთ, სამწუხაროდ ვერ გადაავწყვეტ და გვექნება კოსმეტიკური ცვლილებები, გარკვეული ილუზორიული რეფორმები, მაგრამ არა მთლიანად სასკოლო. კი ბატონო.